საქართველოს ნაკრებისა და ლიონის თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალში ტრანსფერზე ახალ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე ვილიარეალმა გარიგება დაასრულა. ქართველი ფეხბურთელი ესპანეთში შაბათს გაფრინდა, კვირას კი სამედიცინო შემოწმებას გაიარა. ლიონი ამ ტრანსფერიდან 30 მილიონ ევროს მიიღებს. მიქაუტაძე განსაკუთრებული შენაძენია, რომელიც ვილიარეალს სურდა, წერს ფაბრიციო რომანო. მიქაუტაძემ ითამაშა მეცში, ბელგიურ სერენში, ლიონში, აიაქსში, იყო ბელგიის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თანაბომბარდირი გახდა. მიქაუტაძე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში გაიტანა გოლი. ვილიარეალი ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ქართველი ვილიარეალთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მედიაში სახელდება მისი ანაზღაურებაც 77,000 ევრო კვირაში, რაც გუნდის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.